მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ორშაბათია, მოროშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში და ისე იგი ვუცნობ იმ დღეზე, როდესაც ისეთ საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ, რომ აი ვერ მოწყდებით ეკრანებს. იმდენი ადამიანი მელოდება, ძალიან საინტერესო ამბებით. იმდენი ვიარე რეგიონებში და ახალ-ახალი ამბები გავიგე, რომ რა გითხრათ, მაგრამ იმის გამო, რომ პრაქტიკულად ეს არის ბოლო გადაცემა არჩევნებამდე იძულებული ვარ კვლავ საარჩევნო თემაზე ვისაუბრო, მაგრამ არა იძულების წესით და არა პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ ცოტათი მინდა იმ ადამიანების ფსიქოლოგიური სახე გიჩვენოთ, ვინც ზუსტად იცის, რომ წაგებულია, ზუსტად იცის, რომ დღე-დღეზე მთავრდება მათთვის აი ეს კვაზი დადგმული პატრიოტული თამაში, მაგრამ მაინც აი ესე ხისტად აგრძელებს კიდევ იმ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ვინც რეალურად ჩვენ ხო ხედავთ, რომ მორყეული ფსიქიკით არიან. სამწუხაროდ ეს არის დღეს ჩვენი ძალიან დიდი პრობლემა და მე მინდა ამ თემაზე ვესაუბრო ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, ხალხის ძალის წარმომადგენელს, არაჩვეულებრივ ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს და რატომ მინდა რომ ჩვენ ერთად ავხსნათ ეს თემა, იმიტომ რომ დავითი, რომელიც ფანტასტიკურია, როგორც პოლიტოლოგი, როგორც ანალიტიკოსი, გაცილებით უფრო ღრმა არის ადამიანის ესეთ ფსიქოლოგიურ პორტრეტებში და მინდა რომ აი მოგმართო დათო, ყველა მიცის რომ ჩვენ მეგობრები ვართ, ამიტომ შემიძლია ამ ეთერიდანაც შენობით ვისაუბროთ. ამიხსენი, რასთანა გვაქვს საქმე? ადამიანი, რომელიც იყო თუნდაც აი ძალიან დიდი ხელოვანი, ხო? ჩემი ძალიან დიდი მეგობარი, პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ზუსტად იცის რა რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ასევე კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ფინალი. რა ხდება? ნუ თუ ცოტა ის მაგალითი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები წავიდნენ თავისით და ასე ჩასდნენ ციხეებში. გასაგებია რომ არ უნდათ გარეთ ყოფნა. რა ხდება ამ დროს? რა მოძრავებთ და რა ხდება ზოგადად ფსიქიკაში ადამიანის? მოგესალმები ლალი, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენ მსმენელს, Facebook მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ექიმები არიან, პრაქტიკოსი ექიმები არიან, ჩემი მეუღლით დაწყებული და უამრავი პაციენტი მოდის უკანასკნელ წლებში და გარდა იმისა, რომ ვიღაცას კონკრეტული რამ აწუხებს, კარდიოლოგია იქნება ეს თუ ოტოლარინგოლოგია, თან სდევს ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც ამძაფრებს ამა თუ იმ დაავადებას. ადამიანები ჩანან შეშლილები, გადარეულები. მათი ფსიქოსომატური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ამაზე მუშაობს, მიზანმიმართულად მუშაობს როგორც პოლიტიკური მანქანა, ასევე მედია საშუალებები, ჩვენი ტელევიზია, ჩვენი რადიო, იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, გამონაკლისას რადიო იმედი და შენი კონკრეტული გადაცემა წარმოადგენს. აი ამ ყველაფერს მხოლოდ ამძაფრებს. რეალობასა, შვიდობასა, სიმშვიდესა და ადამიანს შორის ისეთი გოდების კედელი არის აღმართული, რომელსაც აი თავს ურტყავენ დღეს ორივე მხრიდან. აკაცუკების მხრიდანაც და ჩვენი ამომრჩევლის, ქართული ოცნების თუ ამ ხელისუფლების ამომრჩევლის მხრიდანაც კი. და სანამ კი ბატონო, კი, აი ძალიან მახსენდება 2009 წლის ჩვენი უწმინდესის ერთ-ერთი, ყოველი მისი ქადაგება გენიალური იყო სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ აი ეს ძალიან დამამახსოვდა, იმიტომ რომ იყო გაკეთებული 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ძალიან მოკლე და მკაფიო ანალიზი. როდესაც უწმინდესმა გაუცებით თქვა ესეთი რამ, რომ როდესაც კედელში იყო ჭიშკარი და შესაძლებელი იყო ამ ჭიშკრის გაღება და მეორე მხარის გავლა, რატომღაც ვიღაცის ბოროტმა ნებამ ამ კედლის დანგრევას ზე მისცა ეს ბრძანება და ჩვენ ვანგრევდით იმ კედელს, რისი უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, როდესაც ჩვენ შეგვეძლო ის კარიბჭე გამოგვეღო, ის ჭიშკარი გამოგვეღო და თავისუფლად შევსულიყავით იქ, სადაც მშვიდობა დაგხვდებოდა და ყოველგვარი აი ამ კოშმარს არ ექნებოდა ადგილი. მე კიდევ ერთი ქადაგება მახსოვს, სადაც თქვა, რომ ცუდია ის გემის კაპიტანი, რომელიც ხედავს, რომ წინ აისბერგია და დაატაკებს, როცა შეუძლია რომ მოუაროს გვერდი. ანუ ბევრჯერ იმეორებს პატრიარქი თავის ქადაგებაში, რომ არ არის აუცილებელი
თავი ურტყა კედელს, როდესაც შეგიძლია სხვა გზიდან მოუარო და გაცილებით ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. კი ბატონო, დღეს რაღაცნაირად წამომწდა და დავწერე კიდეც რომ ადამიანის ხოვრებაში ხომ წაუკითხავ წიგნებს აქვთ შურის ძიების რაღაცა უნარი და როგორც მინიმუმ ეს არის 3 წიგნი, ეს არის სახარება, ეს არის კონსტიტუცია და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსი. აი სახარების წაუკითხაობა ზოგადად ჭირს სამწუხაროდ ჩვენს მონათლულ ერს რომლის უმეტესობა და უმრავლესობას გადაშლილიც კი არ აქვს, წაკითხვაზე ხო საუბარი ზედმეტია. აქედან მოდის ზუსტად აი ეს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც ანაცვლებს მათში რაღაცის იმედს, ხომ, უფალთან დაახლოებას. კონსტიტუციის არწაკითხვა აგიჟებს ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს მოქალაქეებს და სისხლის სამართლის კოდექსის არცოდნა კიდევ სხვა უბედურებაა, რომელიც აკისრებს ამ პასუხისმგებლობას. კი ბატონო, ხო, კი ბატონო და აი რა გითხრა რა, ყველაფერი თითქოს მარტივია, ხომ? ანუ გაერთიანდი უფლის წინაშე. გაერთიანდი ოჯახის წევრების წინაშე. მთავარი საკითხავი წიგნი თქვენს ოჯახში იყოს სახარება, ვთქვა, თითო თავი დღეში, ნელ-ნელა გააზრებულად წაიკითხე და შანსი არ არის დამიკაკუნეთ და გაგეღებათ პრინციპით, უფალმა ეს არ დაინახოს, არ გაგიღოს კარი, არ მოგეფეროს, უხილავად არ გაკოცოს თავში, არ დაგამშვიდოს და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ნუ ჩვენ ცოტა რთული გზებით სიარული გვიყვარს განსაკუთრებით 40 კი რა 80 ივლით ასე თუ გავახსენეთ. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება აი ამ ჩვენს თანამემამულეებს, რამ გააგიჟა, როგორ გააგიჟა, ნუ იცით რა არის, მოდი ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენ ეხლა უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, ვარაუდების დონეზე ვისაუბრებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე არის მსხვერპლი რაღაცა კომპრომატების რომელსაც ვერ უძლებენ, მე ერთი არ მინახია იმ კასრების pictures-ის ფაილების გმირი, რომელიც ბოლო-ბოლო იტყოდა ხმამაღლა, ნუ აღარ შემიძლია როდემდე ვიყო აი ამ წვეობაში და აი ამ წნეხის ქვეშ და კი ბატონო, კი მე ვიყავი იმ კადრებში, კი და რა და ბოლო-ბოლო მადლობას გადაუხდიდა ამ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ჩვენ მაინც გავანადგურეთ ის პირადი ცხოვრების სამსახველი კადრები, განსხვავებით მათი, ასე ვთქვათ, შემქმნელებისაგან. გასაგებია, ძალიან რთულია, მაგრამ უფრო ადვილია აი ამ ძევლობაში იყო და აკეთებდა იმას, რასაც გაკისრებენ. აპრიორი მიდიოდე წაგებულ თამაში და ამას აკეთებდე შენი სარეპუტაციო ზიანის ფასად, იმიტომ რომ რამდენია ასეთი ძალიან ნიჭიერი მომღერალი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი, ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტი, ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსი, რომელიც ვერ გამოდის ამ ძევლობიდან და მე მესმის კიდევ შეხვიდე იმ თამაში, რომლის მოგება შეგიძლია, მაგრამ როდესაც შენ ხედავ რომ გამორიცხულია შენ აქ მოიგო, იმიტომ რომ ყველა რაღაცა სარევოლუციო, ასე ვთქვათ, ხო, სამაიდანო რაღაც სიტუაციას ხომ აქვს თავისი რაღაც ტრიგერი, ხო, კატალიზატორი. იმაზე მეტი კატალიზატორი რა უნდა გქონოდა უკანასკნელ 5 წელიწადში, ხომ? აი ხვალ ზეგ თუ ავწდები, მორიგი 4 წელიწადი უსულდება, რაც კონტრაბანდული ტვირთის სახით ჩამოუვიდათ ბელადი, რომელზეც უნდა გამოჩენილიყო ზარზე იმით თეთრაჟზე ამხედრებული უსთაველის გამზირზე და რომელსაც უნდა გაყოლოდა. და რომელსაც ეგონა რომ მართლა მილიონობით ადამიანი ელოდება. აბა, ეგრეთ წოდებული ვირტუალური ქართველი ხალხი გაყვებოდა და რაღაცა მიაღწევდა იმას, რასაც წლების განმავლობაში ვერ აღწევენ. კონსტიტუციური გზით ვერ აღწევენ, არჩევნების გზით ვერ აღწევენ, ელემენტარული პოლიტიკური რაღაცა თამაშის გზით და საკონკურენციო თამაშის გზით ხელისუფლებასთან ვერ აღწევენ, ხომ? კარდაკას ატარებენ ყველგან საქართველოს გარდა. ატარებენ კარდაკას ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, სადაც გახიზნულია მათი ეგრეთ წოდებული პარტიების ლიდერები, ხომ? ჩადიან ყველგან. გარდა მცხეთისა, თელავისა, გურჯაანისა და ასე შემდეგ. და რა თუნდა დაიყურე ფიასკოზე. თელი ეს რეტროსპექტივა გვაქვს მათი ფიასკოსი. და ახლა იციან რომ დამაგვირგვინებელი იქნება 4-ში, თუმცა ეს 4 მათ გამოიგონეს ეს ციფრი. იმიტომ რომ რეალურად ახლა ჩვენ ხო ვიცით ეს არის შიდა არჩევნები, ეს არის მერის არჩევნები, ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები. რეალურად რაღაცა ისეთი სურათი არ შეიცვლებოდა, ხო? ვერც ვერავის ვერ შეუვარდება იმ პარლამენტში, იმიტომ რომ ეს პარლამენტი თავის მუშაობს. აბსოლუტურად სხვა მოცემულობა. რა თუნდათ ეს ფიასკო
ფიასკოზე. გასაგებია ბრძენსა და ჭკვიანს შორის განსხვავება ის არის, რომ ბრძენი არასოდეს არ შევა იმ თამაში, რომელსაც ჭკვიანი მოიგებს ან გამოვა თამაშიდან. არც ჭკვიანები არ აღმოჩნდნენ. ვინ აღმოჩნდნენ მაშინ? არა, ყველაზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ციხეში შევიდა და რომელმაც ეს პასუხისგებლობა აირიდა და მე მგონი რიგები დგას, რაღაცა დააზიანონ, რაღაცა კანონდარღვევა თვითდაპატიმრება, პრემიერმა ძალიან კარგად თქვა, რომ ეს თვითდაპატიმრება. ეს ის კატეგორია, რომელმაც იმ სამი წაუკითხავი წიგნიდან ხომ ყოველ შემთხვევაში ბოლო წიგნი წაკითხული აქვს და ზუსტად იციან, რომელი მუხლის თანახმად, რომელი მუხლის დარღვევით შეიძლება მოხვდნენ ცოტა ხნით იქ, სადაც ხდებიან. კი ბატონო, მათთვის არ ვიცი რა, იყო რაღაცა ტუსკოზირის სტოლფასი, ოდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ადასწრება დასჯადი გახდა სისხლის ამართლებრივად და დიდი სიამოვნებით მიდიოდნენ ამ დარღვევაზე, რომ სატოპკეთ მიიღეს. 4 ოქტომბერს წინა საახალწლოდ საახალწლამდე ყოფილიყვნენ იქ, სადაც არანაირი პასუხისგებლობა მათ არ და ექნებოდა. ვინ დარჩნენ გარეთ? აი ვინ დარჩნენ? აი თქვენ წარმოიდგინეთ. კიდევ ერთხელ ამბობ, ბელადი ჩამოუვიდათ ხალხო, ბელადი, რომელმაც ვერ ააგორა ეს რევოლუცია, ხო, ვერ ააგორა. იქ გვარამია დაუჭირეს, მე ამერიკელებმა კი გამოუშვეს გარეთ სალომეს მეშვეობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოტა ისეთი, კაი, 10-იან კოზირები, ვალეთ კოზირები იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელთა გამოხსნის საბაბით ხო შეიძლებოდა რაღაცის აგორება. პატარა ჩოჩქოლი მაინც იქნებოდა. ატა ბუჭულაძის გამო ხო, მისი გაუგებარი რაღაცა დაპირებების თუ მოლოდინების გამო, ჯერ ტელეფონით ჩავატაროთ ისა, მე პეიჯერებზე გადავიდეთ. ხოდა შეურაცხყოფა არ არის ხალხის? ნუ რა შეურაცხყოფას აყენებენ ლალი, ამას უკვე მე რამდენი წელიწადია. ეხლა ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვი, რომ ეხლა ამ ადგილობრივ არჩევნების წინ რატომ აქვთ ეს გადამწყვეტი ფსონი გაკეთებული, ხო და მოდი აი 5 წელიწადი რეტროსპექტივა გავიაროთ ძალიან მოკლედ რა. 20 წელს ხომ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა სათავეში, ხომ? მათ მიეცათ რაღაცის იმედი და ზუსტად ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ხდებოდა, მართალია განუხორციელებლად, მაგრამ მაინც ხდებოდა ყველაფერი ის, რაც ჩვენ თვალწინ გაიარა, ხომ? კი, მიეცათ საშუალება ფაქტია. მე 20 წლის არჩევნები ხო გაყალბებული იყო, მიიტანეს შტურმი CSKO შენობაზე, ვერ აიღეს CSKO შენობა, ვერ გადაწვეს ის საოლქო უბნების რაღაცა დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. მერე ჩამოიყვანეს ის შარლ მიშელი და ფასილიტატორები და მედიატორები და რა ვინ არ ჩამოიყვანეს. რაღაცა სისულელე ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელისუფლებას, რომელიც შემდგომ გამოვედით ამ იდიოტ ანტიკონსტიტუციური შეთანხმებიდან, ხო? რომ თურმე აი ამდენს თუ ვერ მიაღწევ 21 წლის არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში, მაშინ ხელახალი და ვადამდელი თამაშები, რაღაცა უგემოვნო თამაში. ყოველ აი უკანასკნელ 5 წელიწადს ყოველ წელიწადს ჰქონდათ აი ამ ტრიგერის და კატალიზატორის რაღაცა საბაბი მაინც. იმიტომ რომ 20-ში არ გამოგვივიდო და 21-ში იქნება. იქ გახარია ჩამოხდა მატარებლიდან და მაგას უნდა წაერთვა, ქვიათ, ოცნებისთვის გარკვეული ხმები, სხვათა შორის და თებერვალში ხო გადადგა, წავიდა და მარტიდან უკვე მისი სტოვრები დადიოდნენ რეგიონებში, რაიონებში და ატყუებდნენ ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარ მე და უგეშინიათ და მოგვეცი და ესეც გამოირიცხა 22 წელს, ხო? რა ქვია, შევიტანეთ ის განაცხადი, რა ქვია, წევრობის კანდიდატზე, რომელიც გაგვაცურეს იმ აუთსაიდერს უკრაინას და მოლდოვას ზარზე იმით მიანიჭა, ჩვენ გაგვაცურეს. დღეს მოლდოვაში რაც მოხდა, ეს კიდევ ასე იარაღის ლულით ჩატარდა ვითომ არჩევნები. აბა, ამასაც მე შევეხოთ. მოკლედ 22-ში იყოს NGO-ების შემდგარი ისა ჯანყი, ხო? ტექნიკური მთავრობა შეუქმნა და რაღაცა, ანუ კულუარებიდან უკვე NGO-ებიც გამოიყვანეს, ვიღადი ჩამოხსნეს. ქრება. კი. ვინც აღმოცენდა, მე ისევ გაქრა. მთელი 23 წელი იმაზე იყო აგებული, რომ აი ახლა შემოდგომას მათ მაინც არ მიანიჭებენ ამ წევრობის იმას, რა ქვია, სტატუსს და კანდიდატის სტატუსს და ბოლო ხანგები ოპერულია. ხო, გაიგე და 24 წელს კიდევ მოვიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა შემდგარიყო, ასევე წინასწარ იცოდნენ რომ გაყალბდება 1 წლით ადრე, ყველა ამბობდა რომ ეს ხო გაყალბდება, გაიგე, მაგრამ ნუ მაინც ვაცადოთ. 25 წელი და გაუთენდათ ვიზა ლიბერალიზაციის შიშებით, რომ აი ახლა გაგვიუქმებენ. არა, მანამდე იყო რომ მაშინ ეუთო ოდირი ნეტრას მიკეთებდაო, ეხა თუ იქნებაო, ეხა რახან არის, ეხა ამბობენ აი რო არ იქნებაო, ან ისევა ეს გალამბურია. აი ხა ნახე.
26 წელი 27 წელი 28 წელი სატრიგერო და საკატალიზატორო არაფერი არჩევად გამიგე და ეხლა ფართო მასშტაბიანი მუნიციპალური არჩევნები რომ არა და თქვათ სადღაც სიღნაღში თქვათ ღმერთმა დაგვიფაროს ან წალენჯიხაში შუალედური არჩევნებიც ყოფილიყო დანიშნული ეხლა 4 ოქტომბერს მაგას მიაბავდნენ ეხლა თავის აი ამ გადამწყვეტი შტურმის და რაღაც რევოლუციის და ეგეც რო არ საერთოდ არავინ არ არის მე ხო სულ რეგიონებში დავდივარ არავინ არ არის რომ ვიღაცას ეპაექრონ ჩვენები ასე ვთქვათ არ არის უბრალოდ ფიზიკურად ვოცნებობ ამდენი ხანია რომ ერთი ნორმალური ოპოზიციური სახე იყოს არ არის მორჭა დამთავრდა ლალი საიმას რა ქვია CSKOS სის კომისიის წევრებს ვერ აყალიბებენ რა ოპოზიციიდან აი ამ სიებს ხო საიმა ქვია პროპორციულ სიებს ვერ აყალიბებენ მაჟორიტარებს ვერ ასახელებენ და ამიტომ რა დათო ამიტომ ოპერაში შევდივართ და ბანის სიმღერას ვისმენ აი ეს არის აი ხა უყურე რა მინდა გითხრა ტექნოლოგიები შენ ძალიან კარგად იცი, იქ მასების მართვა, რაღაც წლების განმავლობაში ყველა ვსწავლობდი რაღაც 25 კადრი და ასე შემდეგ და ფაქტია რომ ყველაფერი გამოიყენებოდა, რა ფონი მიდის, რა მუსიკაა და რა ყველაფერი და იცი შენ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, როდესაც 15 ადამიანი არის, რომელმაც იცის რომ თეთრზე შავი უნდა თქვას და შემოყავთ მე-16, რომელმაც არ იცის რომ ის 15 წინასწარ ასე ვთქვა თეთრზე შავს იძახის და როდესაც ყველა ამბობს რომ თეთრზე შავია, ისიც იძულებულია თქვას რომ ეს პირამიდა მართლაც თეთრი კი არა შავია ამ დროს იქ პირამიდა თეთრი ფერის არის ანუ 15 კაცი როდესაც იძახის ტყუილს დაჯერებული აი ამ თავის ტყუილში და თავდაჯერებული რა თქმა უნდა მე-16 აყვება აი ზუსტად ამაზე იყო გათვლილი მაგრამ ამ გათვლებითაც მე რაც დავითვალე აი ყველაზე მარგინალურად გამოხატული ტიპები 250 კაცზე მეტი არ არის აი ამდენი წელი ვერ შექმნეს არმია რომელიც აი 250-იც არ არის. გუშინ დავითვალე ქუჩაში მოდიოდნენ მართლა რაღაცა საწოდავად. აი შენ წარმოიდგინე ხო ნუ ზუსტად აღარ დამითვლია ნუ 300 დღე შეუსულდა ხო ალბათ რა ვიცი აი ამ რაღაც აქცია უწყვეტი აქციები 300 დღე ხო ალბათ შეუსულდა რა აი გეპიცები რა მოსკოვი რა იყო შორს იყოს თბილისი და მოსკოვიც იყო თბილისში მოსკოვი გურჯაანი სადაც გინდა წალენჯიხაში ვკითხოთ აი ამ 300-მა დღემ ხომ რაიმე აი თქვენს როგორ გითხრა ყოველდღიურობაზე რა შეცვალა აი რა იგრძენით ხო გარდა იმ საწყალი რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებისა რომლებიც ასევე ნუ უკვე შეეგუნენ ნუ გიჟებთან აქვს საქმე და რა ქნან გამიგე მაგრამ აი ამიხსენი რასთან მქონდა საქმე ეს მასიური ფსიქოზი ხო მარტო ჩვენს ამომრჩეველზე ხომ არ მოქმედებს ისინი ხო კონკრეტულად გიჟები არიან აი ოფიციალური გიჟები არიან რომლებსაც უბრალოდ ფსიქიატრიული მთავარმა ექიმმა ნუ მისცა საშუალება რომ ბოლომდე გაგიჟდნენ რა ხო მაგრამ პატარა ერში ამდენი ფსიქიატრიული პრობლემების მატარებელი ადამიანი და უყურე დათო შენ ხო ზუსტად იცი რომ 5-ში ნახევარი ეს ადამიანი ნახევარი აი ამ 250-დან რო სულ რო ავიღოთ ხო სუიციდალური ტიპები იქნებიან მე ვიცნობ რამოდენიმე მათგანს კარგად ვიცი მათი ოჯახის წევრებიც და აი ეს ისტერიკები აქვს ხან ტირიან ხან იცინიან მე მშობლები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან არავინ არ თქვას რომ იმათ მშობელს უხარიათ იქ მათი ყოფნა რა და ბევრს უკვე ქონდა ესეთი მცდელობა მე გამიფუჭეს მანქანა იქვე ახლოს ვიმყოფებოდი და სულიერად ავადმყოფი ქალბატონი გამოვიდა და როცა პოლიციელმა მითხრა აი ხა რა სიზამო აგერ გამოვიდაო ვინც გაგიფუჭა მანქანა მე თქვენი ჭირი მე არაფერს არ ვიზამ თქვი ისეთი მძიმე ავადმყოფი ქალბატონი გამოვიდა აი რო შევხედე მე შენ გენაცვალე უთხარი და დავანებე თავი ანუ როგორმა ცუდმა ადამიანმა მოახერხა სულიერი ავადმყოფების გაერთიანება აი ამის თქმა მინდა როგორი ბოროტი უნდა იყოს ზოგადად რომ აი ეს ადამიანები იქ ხო არიან ისეთები ვინც ძალიანაც აღჭკუაზე არიან რომელსაც მანამდე აქვს დიდი ფული აღებული და ის ბილეთიც ჯიბეში უდევთ და სახლიც აქვთ ნაყიდი როგორ კადრულობენ რომ ისინი ხო აი ამათ ტოვებენ მე აი ასე შარაგზაზე აი რამ გამახსენა მოსკოვი თავში მიტრიალებდა ეხლა ვიტყვი რა შენს გადაცემაში მოსვლამდე ხო უბრალოდ დავინტერესდი განვაახლე ჩემს მეხსიერებაში ავიღე უკანასკნელი 15 წელიწადი რა
აი უკანასკნელი 15 წელიწადი და აკაცუკების ასე ვთქვათ წარმატებით დასრულებული პროცესი სადმე იყო და ამომიგდო მეხსიერებამ 5 შემთხვევა პირველი ეს არის მოსკოვი და 2020 წლის იმ ბალოტნაიას მოედანზე დაწყებული რაღაცა პროცესები, სადაც მონაწილეობას ღებულობდა იქაური 10,000 აკაცუკი, რომელიც ქართულ მასშტაბზე რომ გადმოვიტანოთ, ზუსტად ის 100 კაცის ტოლფასია რუსთაველის გამზირზე, ხომ? რომლებმაც ვერაფერს ვერ მიაღწიეს. რატომ? იმიტომ რომ არ იყო მკაფი პირველი მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა რევოლუციის რისთვის აკეთებ, არ იყო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და არ იყო ამ იმაზე მხარეზე გადასული არც პოლიცია, არც ჯარი და არც სხვა მართლმსაჯულების ისე. ამ კონკრეტულ მე მგონია ეს ზუსტად კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ასევე სექსუალური უმცირესობები გაბედეს და გამოვიდნენ, მაშინ მე კარგად მახსოვს მოსკოვში იყო და პუტინმა მაშინ გამოსცა ბრძანება, რომ კი ბატონო გამოვიდნენ, ოღონდ VDV სამხედრო ჯარის დღე როდესაც იქნებაო. კი, მაშინ შეუძლიათ ჩაატარონ და ამით დასრულდა ყველაფერი. ჩვენთან რა თქმა უნდა უფრო სხვანაირად, მაგრამ ისე მოხდა რომ ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეა და ანუ არ დაეჯახნენ ასე პირდაპირ კედელს, გაცილებით უფრო ლამაზად გააკეთეს. დანარჩენი შენ სად გახსენდება რა ევროპაში მიაღწიეს რამეს? მეორე 5 ვთქვი ხო? მეორე ბელარუსია, როდესაც 2019-20 წელს გამოვიდა ასე ამოვიდა 10,000 აკაცუკი იქაური, რომლებმაც აი როგორც ჩვენი ეს მისი ლეგიტიმაციობა დადის ასე თქვა ზოგიერთ ქვეყანაში, ძირითადად საფრანგეთში დადის შოპინგზე, მაგრამ ამას ასაღებს როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში და ასე შემდეგ. ასეთივე პარალელური თუ ალტერნატიული პრეზიდენტი აირჩიეს, რომელსაც არავინ არ იცნობდა, ტიხანოვსკაია, რომელიც დღემდე დადის ასევე მილანში ერთი შოპინგი გამოისა, რა ქვია, ყოველ წელს დადის იქა. რა ქვია, ჩრდილოეთ ევროპაში დადის, ხანდახან პოლონეთში დადიოდა, ოღონდ მანამ სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევდნენ. ახალმა პრეზიდენტმა თქვა ეს ქალი აღარ დამანახოთო. ხო და ყოველ შემთხვევაში აი ესეთი რაღაცა მეტი არაფრით არ დასრულებულა. მესამე შემთხვევა იყო ვენესუელაში, სადაც 2019 წელს რაღაცის პრეზიდენტიანობა იყო ასევე შემოგდებული, მაგრამ მადურომ მაინც აჯობა ყველაფერს და იმიტომ იგივე სიტუაცია იყო. ჯარი, პოლიცია, პროკურატურა, საზოგადოებრივი აზრი იმ ძალად მოხვეული პრეზიდენტის ხო მხარეზე ნამდვილად არ იყო, ამიტომ არაფერი არ გამოუვიდათ. შემდეგი იყო ირანი, როდესაც იქაც არაფერი არ გამოუვიდათ და ბოლოს იყო 2019 წელს ჰონგ-კონგის რაღაც არეულობები ექსტრადიციის კანონის გარშემო, რომელიც ალბათ რუსული იქნებოდა აუცილებლად, თორე იქ არეულობასაც არ ექნებოდა ადგილი. ყველგან სადაც კანონის გარშემო არის არეულობა, დავარქვათ, რომ იქ ყველგან არის რუსული კანონი რა, თორე სხვა ახლა აი ეს იყო, ეს 5-5 მაგალითი იყო, აი აბსოლუტურად წარუმატებელი ანონსებისა, რომ ჩვენ ახლა ბოდიში და დედას გიტირებთ, ერთ დღეში მოვდივართ, 48 საათში გაგატავებთ და სხვა ასად აი ამ ყველაფერს არ ქონდა არანაირი წარმატება და როდესაც აი ესე აბსოლუტურად შეუიარაღებელი ყოველგვარ იდეოლოგიური რაღაცა ზეროთი მოდიხარ ისთვის, რომ ასე თუ ისე დალაგებული საზოგადოება თავისი ტრადიციებით, კონსერვატიზმით, ისტორიით, რომელიც შენ არ გინდა მოიცოდე, თავისი ეკლესიით, რომელსაც შენ ვერ იტან, გამიგე? როდესაც მოდიხარ აი აბსოლუტურად გამოშიგნული იდეოლოგიურად გამოშიგნული რაღაც იდეებით, ხომ? ვინ უნდა დაამარცხო, ვინ უნდა ჩაანაცვლო, ან ვის სად გამოუვიდა მსგავსი მცდელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, წარმატებულ იმას ველოდებოდი ინტერნეტიდან, მეთქი რაღაცას ამომიგდებს, რაც არ მახსოვდა, არ ყოფილა, მსოფლიოში არ ყოფილა. აი ამ გამოშიგნულ ნიადაგზე წარმატების მიღწევა. და ვარდების რევოლუცია და დარინჯისფერი ბევრი იყო, ანუ ხავერდოვანი. ეს ჩვეულებრივად რო გადაშალოთ PR-ის სახელმძღვანელო, იქ წერია, როგორ კეთდება ხავერდოვანი რევოლუციები. ზედმიწევნით მისდიეს აი ამ ყველაფერს, მე ძალიან კარგად მახსოვს დათო, იმიტომ რომ მაშინ ველოდებოდით რა მოხდებოდა, ბოლო მომენტამდე მე ჩემ კაბინეტში ვიყავი და სანამ არ დაირეკა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და არ გითხრეს რომ
არ გაუწიოთ წინააღმდეგობა. ანუ გასაგები იყო, რომ ეს თამაში ასე უნდა დასრულებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ის პროცესი მაშინ რაც ხდებოდა და აი როგორც შევარდნაძის ადმინისტრაციიდან ზარი შემოვიდა, რომ არაფერი არ გააკეთოთ, ეს ყველაფერი ასე უნდა გაგრძელდეს, თორე სხვანაირად ჩვენ ვიცით, როგორ დგება სახელმწიფო თავისი ძალაუფლების დასაცავად და სახელმწიფოს დასაცავად. დღეს ეს ყველაფერი არ ჩანს. მანამდე მართლა უწყვეტი პროცესი იყო ქუჩაში, თუმცა ესე დიდი თამაში იყო. კი ბატონო. მე იმის გამო რომ იმ თამაში არ მივიღე მონაწილეობა, იმიტომაც მომიძულა ასე სააკაშვილმა და დამლაგებლად რომ დომოდა დალაგების სადმე სტუდიაში ასე კი არ მჯდარიყავი, უბრალოდ რაღაცა ტილო დამეჭირა, მეტყოდა რომ არა, ეს შენი კვალიფიკაცია ამაზე ნაკლებია, ვიდრე ეს არის ყველაფერი გადამიხაზა. უბრალო მასწავლებლად, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო განათლებაც ჰქონდა და ყველაფერი იმ დონეზე, რომელიც საჭირო იყო საუნივერსიტეტო დონეზე და მე მგონი ჩემი ასაკის ახლა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბევრი არ იყო მაშინ უნივერსიტეტში, ერთ წამში გამომიშვეს გარეთ. ანუ ვინც მაშინ რაღაცა არ ვიყავით თამაში და ეს ხომ ისევ და ისევ შევარდნაძის კაბინეტებიდან იმართებოდა ეს პროცესი ხო გვახსოვს კარგად. თვითონ სად იყო? სადიჯდა იუსტიციის მინისტრი იყო, ხო? შენ თვითონვე უპასუხე კინემატოგრაფიულ ენაზე გადავიყვან შენ პასუხს ყოფარაძეს რომ არ დაერეკა, აი შევარდნაძეს რომ არ დაერეკა, იქნებოდა 2003 წლის მათი ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია და დღეს ვინმეს თუ აქვს რაღაცა შიზოფრენიული სურვილი იოცნებოს იმაზე რომ აი ბიძინა ივანიშვილი დარეკავს 4 ოქტომბერს და ეთქვის მივცეთ ხო მივცეთ ბურჭულაძე შეუშვით პარლამენტში ხო აი ამის იმედად არიან ლავი თავის ჩაის გამოიტანს და ეთქვის ახლა შენ დალია ჩემი ბიძინა ვინაიდან ერთხელ ეს შულერობა და ფლირტი გამოუვიდა ხო მაგრამ მას მერე იყო აკერმანის განახლებული ვერსია ხო ნახეთ ჩვენ აქაც ის ლექციები რომელიც ტარდებოდა ანუ ყველაფერი არის გამოაშკარავებული კარგი იმ წლებში ჩვენ არ ვიცოდით ბევრმა ვიცოდით, ბევრი ვერ ხვდებოდა, ხალხი საერთოდ ძალიან ძველ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახლა ხალხი ძალიან დამძერდა. ახლა იმაზე მეტი ვიცით, რას ლაპარაკობ. ინტერნეტმა საოცრება ქნა. აი მე დღის ბოლოს კომენტარებს რო ვკითხულობ, ვამბობ, რომ ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე ისე აზროვნებს, როგორც კარგი, აი ღვაწლმოსილი პოლიტიკოსი, ხშირად უფრო უკეთესად. და შენ წარმოიდგინე, აი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მუშაობისას, ხო? მე მივხვდი აი უამრავ მასალას ხომ გავეცანი და იმ 460 გვერდიან საბოლოო დასკვნაში აი 85 გვერდი ჩემი დაწერილია და ამით ვამაყობ და მე ვხვდებოდი რომ როგორ საგულდაგულოდ გვიმალავდნენ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას დაწყებული 2003 წლის 2012 წლის ჩათვლით თავისი კლანური დანაშაულებების შესახებ. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდით. რაღაცას ხვდებოდით, მაგრამ აი რასაც ქვია, ეს შენი ინსტინქტური რაღაცა გრძნობა, გამაგრებული რაღაც მტკიცებულებით, ხო, კონკრეტული დოკუმენტით. ეს ყველაფერი არ გვქონდა ჩვენ და ფაქტიურად ჩემ თვალწინ ჩვენი კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრების და კომისიის წევრების წინ გადაიშალა აი ისეთი უახლოესი ისტორიის ესეთი ფურცლები ხომ რომლებიც აი არ ვიცი რა თია წულუკიანის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ლოგიკური და ზუსტად მაგას ველოდებოდით რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წავა საკონსტიტუციო სასამართლოში და არა მხოლოდ იქ თავარ პროკურატურაში წავა ეს დასკვნა და ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ საიდუმლოებებს აეხდება. მე მოხარული ვარ რომ ერთ-ერთი ფიგურანტი მეც ვარ აი იმ ორას კაცი რომელიც იყო და მე მინდა რომ ახალგაზრდა თაობა მართლა იცოდეს მართლა რა ხდებოდა იმ წლებში. სამწუხაროდ იმიტომ რომ მე უბრალოდ უშუალოდ ვიყავ იმ კაბინეტის წევრი, რასაც ერქვა შევარდნაძის კაბინეტი, სადაც იყო სააკაშვილი, რამხელა უფლებები ჰქონდა და რასაც ის აკეთებდა რეალურად კარტ ბლანში ჰქონდა მიცემული შევარდნაძისგან და იმიტომაც აკეთებდა. მინდა შევიტანო ამათ ტვინებში რომ ის კი არა ვიღაცა გეტყვი დაბა გამოდი დაბა ლობიანი შეჭამეთ ის სხვა დონეზე კეთდება სხვანაირად იყო ეს თამაში აგებული სხვა თამაშის წესებით და რეალურად ყველა მე მახსოვს დათო როდესაც მე გადამზადებაზე გამიშვეს უკვე ცვლა იყო მთავრობების და ჯერ უშევარდნაძე უკვე დასრულებული იყო და სააკაშვილი ჯერ კიდე არ იყო მაგრამ სააკაშვილის წინადადება იყო სტრასბურგში წავსულიყავი გადამზადებაზე და მაშინ იმდენი ადამიანი გავიცანი იქ და აღმოჩნდა ყველა ისინი შემდგომი მინისტრები იყვნენ
ერთადერთი ვინც ვერ მოვხვდი მთავრობაში მე ვიყავი, რომელმაც მაშინვე უარი ვთქვი, იმიტომ რომ მაშინ იყო გეგმა, რომ 2004 წელს აი ესე ძალისმიერი მეთოდით შესულიყვნენ ცხინვალში და იქ საოცრება გაეკეთებინათ, რაც საბოლოო ჯამში მოხდა. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი დაჩოქილი ბიჭები, მშობლებს გამოტანებული ბიჭები, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს უცხვირში უნდა ურტყა, რაც მოხდა 2004-ში. დაჩოქილი ჩვენი ბავშვები. იმიტომ რომ წაიყვანეს ძალიან პატარები წვევამდელები პრაქტიკულად რა და ის ყუთები რომლებიც გაიხსნა და ეგონათ რომ იარაღი იქნებოდა ქვები დახვდათ ეს გაზეთში გახვეული იმდენი ღალატი იყო და თითქოს ეს ღალატი ასუსტებდა საქართველოს აკნინებდა სპორტში ვაგებდით უყურეს პირდაპირ კავშირშია ყველაფერი მთელი ის წლები იყო სპორტში ფიასკოზე იყო იმიტომ რომ შენ დაკარგე გამარჯვების აი რაღაც შეგრძნება და ახლა რა ხდება? ნუ არ ვიცი საოცრება ხდება, ხო? ამ პატარა ქართველებმა მთელი მსოფლიო დაიპყრეს. იმიტომ რომ ეს გამარჯვების მუხტი მოვიდა და უკვე ვეღარსად ვერ წავა. და მე არ ვიცი ისე ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით, რომ ახალგაზრდები ის 200 კაცი არა, ის სულიერად ავადმყოფი. მე მეწოდება გულწრფელად, აი როგორც მშობელს მეწოდებიან და უფრო შემეწოდებიან შემდგომი ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას და მე ვფიქრობ ყველამ ერთად რაღაცნაირად უნდა გავაძლიეროთ თუნდაც მათი ოჯახის წევრები რომ არ მოხდეს სისხლისღვრა, არ მოხდეს უბედურება, თვითონ აი მართლა თვით დაზიანება არ მიაყენონ და აი ბოლოსკენ მითხარით ჩვენ აი ნელ-ნელა პრაქტიკულად ხარ ჩვენ ვეღარ შეხვდებით მე და შენ ამ არჩევნებამდე, აი შენ მინდა რომ რაღაცნაირად არ მოუწოდო დაელაპარაკო, მიმართო ხალხს და შენც ისევე როგორც მე გესმის, აი რა იქნება, როგორ იქნება, მე ზუსტად ვიცი რომ არაფერი არ იქნება, მაგრამ შენგან ნათქვამი კიდევ სხვა არის და როგორ მივიდეთ აი ამ დღემდე და ხო აუცილებელია კიდე მივიდეთ. შენ იმდენი რამე მნიშვნელოვანი ჩამოთვალე რა არ უნდა გავაკეთო, აღარ უნდა გავაკეთოთ და მე უბრალოდ მეოთხე წაუკითხავი წიგნიც მინდა შემოვიტანო, როგორც დანაშაული, როგორც ვატყობ. და აი ეს საპარლამენტო საგამოძიებო ჩვენი კომისიის დასკვნა ხომ ახალგაზრდებმა მე მინდა რომ წაიკითხონ. აი წაიკითხონ როგორ ვიცი, აი არ უნდათ მაგის წაკითხვა, მაგრამ დაივიწყონ, იმიტომ რომ ეს არის საშინელება. აი რასთან მქონდა საქმე და რაც არ უნდა განმეორდეს და ბოლოს ვიტყვი კიდე რომ ძალიან საინტერესოა 10 მცნება ხომ რომელიც დაგვიტოვა ძველმა აღთქმა და ახალ აღთქმაშიც გადმოვიდა. ამ 10 ცნებაში 9 ეხება იმას რა არ უნდა გააკეთო და მხოლოდ ერთი არის რა უნდა გააკეთო. ეს არის მეხუთე მცნება პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა. აი შენ სამშობლოს ზუსტად ესე მინდა შეხედოს თითო ახალგაზრდამ შეიყვაროს ბოლო-ბოლო ეს სამშობლო როგორც საკუთარი მამა და საკუთარი დედა რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრს აი ამ შიზოფრენიის ფონზე აღარ უყვართ. აი ეს არის ჩვენი უბედურება რაც მინდა რომ გამოვასწოროთ. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ მინდა ვუთხრა ყველას აბსოლუტურად რომ თუ პატარა შანსი მაინც არის რომ ადამიანები მოაბრუნონ, მეზობელი იქნება, ახლობელი იქნება, ხანდახან აი ესე უბრალოდ კარის მეზობელის სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მშობლის, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვაფასებთ მშობლებს სანამ რაღაცა ის ბოლო წერტილი არ დადგება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მე მინდა ჩვენ ქვეყანა შვიდობა ვუსურვო და არასოდეს არ მჭირდებოდეს აი ესეთი რაღაცა დაძაბულ თემებზე საუბარი, აი მართლა მივაღწია იმ ასაკს და იმ მდგომარეობას, როცა მინდა სულ კარგზე ვილაპარაკო, არ შევქმნა აი რაღაცა სურათი, პოლიტიკაზე ნაკლებად მინდა საერთოდ ლაპარაკი, უამრავი თემა გველოდება. ღვინოგვა გადმოსაღები დღე-დღეზე კაცი. და აუცილებლად დაგიბრუნდებით ბევრი საინტერესო თემით, გამარჯვებით და მე მინდა მშვიდობა გისურვოთ. მადლობა დაცო და გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე.